შომლები ხა ჭორობაში ამით ჩამეთო სააკაშვილი საყვალები ყავდა მინისტრებად და რავი ხა რა არის რა გასაკვირი რა ოღონდ ხა ჭორობაში არ ჩამითვალოთ რა ეს ერთი მეორე ბატონ გუგეშაშვილმა თქვა წეგან რომ ხარიბაშვილსო ვინ აკითხებს გორი ქვეყნის ამბავიო რაღაცაო და ხარიბაშვილმა უბრალოდ თავის აზრი გამოთქვა და ჩვენს შიდა პოლიტიკაში ზელენსკი არახამია და ყველა ერევა და გვიწვიტავენ რაღაცეებს რა გახდა ეს ერთი სააკაშვილი მართლა ეს ერთი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კურდღელი ადამიანი ჩვენ გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის დროინდელი ასე რომ ვთქვათ წარმომადგენლები მაღალჩინოსნები ადამიანები და გურამ დონაძეს დაიჭირეს ვანო მედაბიშვილის დაიჭირეს ბაჩუ ახალაძე არავინ არ მოუყლიათ არავინ არ უწამებიათ და რა გახდა ეს ერთი ადამიანი ყველა მოიხადა სასჯელი სარკოზმას მოიხადა სასჯელი უცხოეთში ტიმოშენკომ უკრაინაში მოიხადა და ახლა ადამიანს ჭამა არ უნდა მაგის გამო ნამდვილად არ ვთვლი რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს სუდად არის და ვაიმედედა და რაღაც ხტება და ღმერთო უშველეთ სააკაშვილი თუ ევროპაა მაშინ მე ჩერჩილი ყოფილა ჩემო კარგო რა რომელი ევროპა კომუნისტური წყობა ქონდა ხა არ ახსოვს და შეიძლება ბევრ ქართული ოცნები მე არ ვიძახი იმას ბევრ ქართული ოცნების დეპუტატსაც შეიძლება არ იცოდნენ იქ შეიძლება სხვაგან მუშაობდნენ მაგრამ მე მახსოვს ის 9 წელი ხა მართლა ისე კი არა ის დაიწყო ამ ადამიანმა შეიძლება სტარტი კარგად მაგრამ მე აურიეს 2005 წლიდან მე ქუჩაში ვარ და მე ვიცი რა ხდებოდა სტუდენტების მიმართ რა ხდებოდა აგერ 200-ში ვითომ რაღაცა უკრაინელ ჯარისკაცებზე გული შესკივა და აგერ 200-ში გვითა მოედანს და ქართველი ჯარისკაცები რომლებიც მართლა აფხაზეთის გამო ომობდნენ და სამაჩაბლოს ყაპატყუპის სუსისტრიმის კუდის თანამშრომლებს გააყრევინეს ცოლქმარი თუ იმას განსხვავებული აზრი ქონდა ჟუჩოკეს კამერებს უყენებდნენ და მე დაშანტაჟებდნენ შენ ცოლთან ურთიერთობას დაგიდებ თუ ხმას არ ამოიღე და ვიზე ვსაუბრობ და ევროპაზე ვსაუბრობ სააკაშვილი არ არის ევროპა აი მე მაქსიმალ ევროპაში ცხოვრება არ მინდა რა და ახლა ჯერდაც კიდევაც უყურებ მე ახლა ოპოზიციაში ვიყავი ანუ აქტიური წევრი ვიყავი ზოგადად აქტივისტი ვიყავი და 2007 წლის მუხტის მახსოვს და 2009 წლის მუხტის მახსოვს ასევე ოპოზიციის მუხტის მახსოვს მაგრამ დღეს მე რასაც უყურებ 2010 წელს რო იყო ოპოზიცია გაფარჩაკებული იმაზე ათმაგრი გაფარჩაკებულია დღეს ოპოზიცია ჯერ შეიკრიბებიან ახლა გამოზაფხულდება დათმება ნათელაშვილის იმაში შეგროვდებიან კიდევ რა ქვია ოფისში მე აცივდება ისევ დედის გინებას დაუწყებენ ერთმანეთს ეს ხალხის დაიღალა მეც დავიღალე მეც არ მინდა ვილაპარაკო ამ სააკაშვილზე ჩემში სხვა რაღაცაზე მინდა ვილაპარაკო სხვა რაღაცაზე მინდა ქვეყნის განვითარებაზე მინდა ვისაუბრო ეს გვინდა ჩვენ თორე ახლა ყოს მიშა ჭამოსი მოჯახარ შენებულმა საჭმელი და აღარ იქნება სულად რა ახლა თუ მე ყოველთვის გათვლილი მქონდა იმ დღეს ვამბობდი რომ მე რო ვიცოდი ვის წინააღმდეგ ვიბრძოდი ხო ის გათვლილი მქონდა ის რომ მე შეიძლება ადმინისტრაციულზე დავეჭირე შეიძლება ვეცემე გავეტაცე და ეს ყველაფერი მოხდა ჩემ ცხოვრებაში ეკა და დამიჭირეს კიდევ და ციხეში ვიჯექი რა ის იმას კი არ ვიტყვი ხე რემბოსავით ვიყავი და არაფერს მეშვა არა შიში მეც მქონდა მაგრამ ჩემი თავმოყარეობა გამაშთა არც პატრონი მყავდა არც დედა მყავდა იქ შემოსული და არც მამა არც დარეგვის უფლება მქონდა არაფერს არ მქონდა ამას ყველაფრის უფლება აქვს ხან ერთი სოლი შედის ხან მეორე სოლი ხან დედა შედის ხან მამა შედის პრახანო იდვერია და დღეს ახლა დაგვიწყებენ რაღაცებზე საუბარს რა და დააგეს და კაცივი და გამოვიდეს კაცი და ბოდიში მაინც მოიხადა